მოგესალმებით, მეგობრებო. ეს მეორე ვიდეოსაც ჩაგიწერთ და ესეც კომენტარებში წავიკითხე ეს თემა. ბედით მონიჭებული მამაკაცი ვინ იქნებაო? გითხარიო და მოდი ნახოთ. საინტერესოა. ის გიგზავნით სამყარო. ვინ იქნება თქვენი ბედის მამაკაცი? რამდენაირად ვამბობ. იფიქრეთ საკუთარ თავებზე, კონცენტრირდით საკუთარ თავებზე მხოლოდ და იმეორეთ ეს კითხვა, ვინ იქნება ჩემი ბედის ადამიანი? და ნახოთ აბა. ვინც ახლა ვიდეოს უყურებთ, ვის გიგზავნით სამყარო ბედად? ვინ არის ეს ადამიანი, ვისაც გიგზავნით? ვაუ. პირველივე მონეტების მეფე. მეგობრებო. მე ხლა ჩემი გადმოსახედიდან ვამბობ, რომ პენტაკლების მეფე არის ჩემი აზრით ყველაზე შემდგარი და სერიოზული პიროვნება ურთიერთობისთვის. პირველ რიგში ის, რომ აქვს სტაბილურობა, ადამიანი, რომელიც ოჯახისთვის არის მზად, ადამიანი, რომელიც გაძლევს ყუდროებას, შეიძლება გქონდეს უფრო მკაცრი შეხედულობა, მაგრამ თქვენ მის გვერდით იგრძნობთ შინაგან სითბოს, სტაბილურობას, ოჯახურ გარემოს, ადამიანი, რომელიც საკმაოდ წარმატებულია თავის საქმეში, ფინანსურად გამართულია, ადამიანი, რომელიც შეიძლება ბიზნესი ქონდეს, რაღაცა თავისი და მართავდეს რაღაცას, რომლიდანაც საკმაოდ ისეთი კარგი, სტაბილური შემოსავალი იქნება ამ პიროვნებას. ადამიანი, რომელიც უყურეთ, აქაც ფონადაც ისეთი პენტაკლები ამოგვევიდა, ადამიანი, რომელიც როგორ გითხრათ, ბევრს აკეთებს, ბევრს შრომობს და ელოდება შემდეგ აი ამ თავის ნაშრომის შედეგებს. პირველ ვარიანტში, ასე ვთქვათ, ამოდის აი ეს ჩვენი პენტაკლების მეფე. მეც აღარ დავამატებ და რამოდენმეს კიდევ ამოვიღებ ვარიანტების სახით. კიდევ ვის გიგზავნით ბედად თქვენი ჩაფიქრებული? გერდა. რა ჩაფიქრებული? ამერია. იც კარგად ვარ. სამყარო. ვის გიგზავნით ბედად? როგორ მამაკაც გიგზავნით ბედად სამყარო? მამაკაც გიგზავნით ბედად სამყარო. თუ გავგიჟდები? პირდაპირ მეფეები ამოგვდის. საინტერესოა. ამოგვივიდა ხმლების მეფე. ეს შეიძლება ვივარაუდოთ ასევე პირველ ვარიანტში ვიტყვი იმას, რომ შეიძლება იყოს თქვენი წარსული პარტნიორი, ვისთანაც გქონდათ საკმაოდ დიდი ემოციები, გრძნობები, მაგრამ ახლა აღარ ხართ ერთად, შეიძლება ეს პიროვნება დაბრუნდეს თქვენთან. ასევე მეორე ვარიანტიც შეიძლება ითქვას აქ, პიროვნება, რომელიც საკმაოდ ესეთია, გამოცდილი, თავდაჯერებული, ადამიანი, რომელიც ნაკლებად გამოხატავს ემოციებს, საკმაოდ მკაცრი შეხედულობის შეიძლება იყოს, ადამიანი, რომელიც შეიძლება რაღაც ახლა ისეთი ენერგიები მომდის, რომ პოლიციელი მინდა ვთქვა, პოლიციელი შეიძლება იყოს, ან რაიმე, ეხლა
ექიმებსაც კი აქვთ იარაღებთან შეხება, მაგრამ აი ექიმის ენერგია რაღაც არ მომდის ახლა, აი ასე მგონია რაღაც პოლიციელი. ხო. აი ან რაღაც მაგ სტრუქტურაში მომუშავე პიროვნება, საკმაოდ ისეთი ადამიანი, რომელიც ბევრს ფიქრობს, იმპულსურად არ მოქმედებს, ბევრს ფიქრობს და ბევრი ფიქრის შემდეგ დგავს ნაბიჯებს. აი ესეთი პიროვნება მოდის თქვენთან. ხო და ასევე შეხედეთ ფონად ამოვიდა თასების დედოფალი. ანუ ეს ნიშნავს რას იცით, რომ ადამიანი გარეგნულად შეიძლება ასეთია, მაგრამ შინაგანად აი აბსოლუტურად სხვა პიროვნება არის. თუ ვინმეს ყავდათ ასეთი ყოფილი, იცოდეთ, რომ აი ეს პიროვნება დაბრუნდება ისევ თქვენთან და ეს არის თქვენი ბედი. კაცი, რომელიც გარედან ცივი, უხეში, რაღაცნაირი ისეთია, მიუკარებელი, ასე ვთქვათ და ემოციებს არ გამოხატავს, შინაგანად არის ადამიანი ძალიან ემოციური, მგრძნობიარე, ძალიან მზრუნველი და ყურადღებიანიც. აი ესეთი პიროვნება არის ამ ადამიანის შიგნით. კიდევ ერთხელ ვიკითხავ. ვინ არის თქვენი ბედით მომიჭებული პიროვნება, ვის გიგზავნით სამყარო? ძალიან საინტერესოდ მოლაპარაკებად არის დღეს და ვინ არის თქვენი ბედით მომიჭებული პიროვნება, ვის გიგზავნით სამყარო? ნახოთ. ვაუ. ვიტყოდი იმას, რომ ეს ადამიანი ახლა როგორ გითხრათ, აი რაღაც იცით როგორი პიროვნება არის? აი ახლა უცებ მომდის, აი როგორ ჯერ პირველ რიგში გამომახვილებ ყურადღებას იმაზე, რომ საკმაოდ განათლებული ადამიანი იქნება, საკმაოდ ისეთი გათვითცნობიერებული ფილოსოფია, ფსიქოლოგია, აი ესეთი რაღაცები. ვფიქრობ, რომ ამ ადამიანს ძალიან აინტერესებს, ან არის კიდეც მაგ პროფესიის ადამიანი, რომელიც ვიღაცას რაღაცას ასწავლის, აი ესეთი პიროვნება. შეიძლება მასწავლებელიც იყოს, ვინც თქვენს ცხოვრებაში მოდის, აი უყურეთ ფონადაც ისეთი აქვს, აი ესეც რაღაც შეიძლება ერთად თქვენც ხართ ვინმე ისეთი, ვინც ასწავლეთ რაღაცას და აი ერთნაირ გარემოში იყოთ და აი გაიცნოთ ერთმანეთი, იმიტომ რომ ადამიანი არის საკმაოდ ისეთი, აი ბევრი რომ არ ვისაუბრო, ძალიან განათლებული და ადამიანი, რომელიც სხვას ასწავლის რაღაცას. აი ესეთი პიროვნება გიგზავნით სამყარო თქვენ. და ადამიანი, ვისგანაც შეგიძლიათ ისწავლოთ ძალიან ბევრი რამე. თქვენ ვინც მიყურებთ ახლა, ვინცაც მოგწონთ ესეთი მამაკაცები, ვისგანაც ბევრს სწავლობთ, იცოდეთ, რომ თქვენს ცხოვრებაში შეიძლება გამოჩნდეს პიროვნება, რომლისგანაც ძალიან ბევრს ისწავლით. მე მაგალითად პირადად ძალიან მიზიდავს ისეთი ადამიანი, ისეთი პიროვნება, ვინც ჩემზე მეტი იცის და ვისგანაც ბევრს ვსწავლობ. აი, თუ თქვენც ხართ ესეთები, იცოდეთ, რომ თქვენს ცხოვრებაში შეიძლება გამოჩნდეს ესეთი პიროვნება და ადამიანი, რომელიც იქნება მასწავლებელი. ოღონდ მასწავლებელი ხა ესეთი ზოგადი მონაცემებით. ვინ რას ასწავლის? შეიძლება სკოლის მასწავლებელი იყოს, შეიძლება უბრალოდ სპიკერი იყოს, აი რაღაც ხა ესეც მომდის, რომ შეიძლება იყოს ფსიქოლოგი, რომელიც კუნავს ადამიანებს თავის რაღაც საკმაოდ ძლიერი ფსიქოლოგი ან ფილოსოფოსი ან ისეთი უფრო რა მათემატიკის მასწავლებელი არ იქნება ნამდვილად. უფრო ვფიქრობ, რომ აი ანუ შეიძლება იყოს ისეთი ეზოთერიკასთან დაახლოვებული ტიპი, რატო ვთქვი,
ეზოთერიკასთან დაახლოებული ადამიანი. ასევე აი უფრო მომდის ისეთი ენერგიები, რომ ადამიანი, რომელიც სხვა ადამიანებს ასწავლის, ოღონდ ეხმარება, ოღონდ უფრო ფსიქოლოგიურად და არა რაღაც ჯანმრთელობის მხრივ, ფიზიკური ჯანმრთელობის მხრივ, ან სკოლაში, ან ასე შემდეგ. ადამიანი, რომელიც ფსიქოლოგიურად ეხმარება სხვა ადამიანებს. აი ესეთი და საკმაოდ ძლიერი პიროვნება, ძლევამოსილი. აი რაღაცა ესეთი ტიპაჟი მოდის თქვენ ცხოვრებაში. ძალიან კარგი. ყველა ვარიანტი დამაკმაყოფილებელი იყო, მე ვფიქრობ. დაგემშვიდობებით ახლა. 7 საღამოს გისურვებთ ყოველას დროებით. ვისაც მოგწონთ ჩემი ვიდეოები და არ გყავართ გამოწერილი, გამომიწერეთ, რომ ბევრმა ადამიანმა ნახოს და იქნება მათზეც რეზონირდეს ჩემი გაშლები. დროებით.